მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და აგლოცოთ ღმერთთან მშვიდობა მოგვალოთ. ვისაუბრებთ ოჯახის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ის როგორც ადამიანის პირად ცხოვრებაში, ესევე საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. რამდენად ეხმარება ადამიანი თოლქმრული ცხოვრებით ერთმანეთს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა, მით უფრო დღეს, როდესაც საზოგადოება სულ უფრო და უფრო გაურბის პასუხისმგებლობას, რათა შექმნას ოჯახი, სულ უფრო და უფრო ხედავთ ჩვენ მეტ დანგრეულ ოჯახებს, ხედავთ გარყვნილების, განვითარების უამრავ სხვადასხვა სახეობებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანგრევს სულიერ ზნეობრივ ნორმებს, ანგრევს მთლიანად სახელმწიფოებრივ ხედვასაც. ამიტომ ჩვენ არ არის გვისაუბრე ამის შესახებ, თავად წმინდა ეკლესია გვასწავლის ჩვენ, რომ ოჯახი არის საფუძველი და სახტენი არა მარტო საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, არამედ საერთოდ ზნეობრივი ცხოვრებისა, იმიტომ რომ სწორედ ოჯახში არის საწყისი ადამიანის სულიერი განვითარებისა. ჩვენ ამას კარგად ხედავთ ყველა ჩვენთაგანი საკუთარ ოჯახებზე, როდესაც ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითად ერთეულს, რომელიც ფაქტობრივად რომელზეც არის დაფუძნებული სახელმწიფო, საზოგადოება, როდესაც ოჯახი არის ძლიერი და ზნეობრივად ამაღლებული და არის მასში სულიერი პოტენციალი, შესაბამისად ის იძლევა კარგ შედეგს და სახელმწიფოსაც ამისაგან დიდი სარგებელი აქვს. და პირიქით, ინგრევა რა ზნეობრივი სულიერი ნორმები ოჯახებში, ინგრევა სახელმწიფოებრივი ხედვები, ინგრევა სახელმწიფოს ავტორიტეტიც. და ჩვენ სწორედ აი ამ კუთხით გვსურს დღეს დავინახოთ ეს ჩვენი სათქმელი ვთქვათ. ოჯახი აძლევს ადამიანს აი ამ ზნეობრივ პირველ გაკვეთილებს, ავითარებს მასში ამა თუ იმ ჩვევას, კეთილ სინდისიერს, აძლევს მიმართულებებს, ქცევებს, როგორიც უნდა კონდეს ჭეშმარიტ ქართველსა და ჭეშმარიტ ქრისტიანს და პირველად ოჯახში ადამიანი სწავლობს სწორედ სიყვარულსაც, სიბრალულსაც, თანაგზნობასაც, ლოცვასაც და საერთოდ ყოველივე ქრისტიანულს. და რელიგიური ზნეობრივი მიმართულებით, სწორედ ამიტომაც პავლე მოციქულმა ეკლესიას უწოდა მცირე ეკლესია, ოჯახს უწოდა მცირე ეკლესია, სადაც ბავშვი უფროსების მაგალითზე სწავლობს ქრისტიანულ რწმენას, სასვოებას, სიყვარულს და მთელი ამ სისავსით აღიქვამს ბედნიერებას მშობლებისადმი და თავისი გულწრფელი სიყვარულით, ერთგულებით და აი ამ ბავშვური მორჩილებით ასევე ბედნიერია მშობლების მხრივ გულწრფელი სიყვარულით და მათზე გამოვლენილი ზრუნვით. და რაც უფრო მაღალია აი ამ ოჯახის ზნეობა, მით უფრო სასიკეთოა მისი ზემოქმედება როგორც საკუთარ შვილებზე, ასევე შემდეგ უკვე მთლიანად საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. რადგან აი ეს თითოეული კეთილი ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აი ამ ბერკეტებზე აღორძინდება შემდეგ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც შემდეგ ქმნიან საზოგადოებაში ამინდს, ქმნიან ზოგადად ქმნიან მომავალს. და ამგვარად აი ამ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი, თუ გვინდა ჩვენ რომ ის გქონდეს კეთილი წყობა, უპირველეს ყოვლისა ძირითადად დამოკიდებულია სწორედ შვიდ წყნარ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე და მის კეთილ მოწყობაზე. ასე რომ ესა თუ დავაკვირდებით ჩვენ წყარო სიხარულისა და ასევე როდესაც ვხედავთ ჩვენ ანგრეულ, დანგრეულ შფოთით მომღრელ ოჯახებს, სადაც არის ღვთის გარეშე ცხოვრება და აი ამ ოჯახურ ცხოვრებას ნელ-ნელა აქვს დასასრული, იმიტომ რომ ის არ არის აგებული მყარ პრინციპებზე. რასაც მოსდევს შემდეგ ურწმუნოება აი ამ ოჯახურ ცხოვრებაში და ღალატი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ არის დაფუძნებული ღვთის რწმენაზე.
არ არის დაფუძნებული ერთგულებასა და სიყვარულზე. სწორედ აი ამ მორწმუნოებისაგან, უღმრთოებისაგან ეცემოდა და ეცემა დღესაც თანამედროვე ოჯახის ზნეობრივი მდგომარეობა. დღეს ვხედავთ ჩვენ აი ამ საშინელ ვითარებას, როდესაც საზოგადოებაში გავრცელებული ეს ათეისტური წამსის და შეხედულებების ზეგავლენით ქორწინება, რომელიც არის საფუძველთა ოჯახისა და სახელმწიფოსი და თავად ეს ოჯახი განიცდის დღეს თავდასხმებს და აბუჩად აგდებას ურწმუნო ადამიანების მხრიდან, ვხედავთ ამისი რეკლამირებებს, ვხედავთ უამრავ შოუ გადაცემებს, რომლებიც სწორედ აი ამ პატიოსანი ცხოვრების წინააღმდეგაა მიმართული. და ამჟამად ეს კანონიერ ცოლქმრობას ბევრი საერთოდ სრულწმენადაც კი მიიჩნევს და ხშირად აი ამ არაკანონიერ თანაცხოვრების პრინციპებს ამჯობინებენ კიდეც, ამისი მასობრივი ქადაგება ხდება დღეს, იმის ნაცვლად, რომ უკადაგონ ადამიანებს პატიოსანი ცხოვრების წესის შენარჩუნება. ქადაგებენ აი ამ თავისუფალ სიყვარულს და თავისუფალ გრძნობებს და ეს თავისუფალი სიყვარული და თავისუფალი გრძნობები სად მიყავს ადამიანი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი განქორწინებისაკენ, ღალატისაკენ და ყოველივე უწმინდერობისაკენ. ეს ყველაფერი ჩვენ რეალობაშია, ჩვენს თვალწინ ხდება, ჩვეულებრივ მოვლენადაც იქცა თანამედროვე ოჯახებში, როდესაც არის ცოლქმარი და ამავე დროს ისინი აკეთებენ გადახრებს იქეთ-აქეთ და ამას თითქოს და ნორმად აქციის თანამედროვე სამყაროში, აი ამის წინააღმდეგ პრევენცია ერთადერთი რამ არის ცოლქმრული სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია დედა ეკლესიის სწავლებაზე, ჯვრისწერაზე, რომელიც კრავს ოჯახებს და აი ამ პასუხისგებლობას, რომელსაც იღებს ადამიანი ღვთისა და ეკლესიის წინაშე და ერთმანეთის წინაშე, როდესაც ამას ასრულებენ პირნათლად. ოჯახი კიდე მაშინ იხსნება და ეცემა, როცა მას სულ უფრო და უფრო მცირდება აი ამ ადამიანებში, ცოლქმარში რწმენა. ესე იგი, როდესაც მამაკაცი და დედაკაცი, ცოლი ქმარი, მათი რწმენა შერყეულია, შემდეგ რა თქმა უნდა, იგივე გადაეცემა მათ შთამომავლობასაც და ეს გაკვეთილი, როდესაც არაჯეროვანი ქადაგება აქვს თავად ოჯახის მხრიდანაც საშინელ შედეგებს იძლევა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ვისაუბროთ აი ამ უდიდეს პასუხისმგებლობაზე, რაც აკისრია თანამედროვე მამაკაც და თანამედროვე ქალბატონებს. ეს არის ოჯახი, ერთგვარი მინი სახელმწიფო, როგორც მინი ეკლესია, როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა, რომელსაც თავისი ფუნქცია, ამოცანები აქვს და აი ამ ქრისტიანული ოჯახი წმინდა მამების სწავლების თანახმად უთუოდ ქრისტეს სწავლებას უნდა დაეფუძნოს და მისი საფუძველი და უნდა იყოს სწორედ მათ ცხოვრებაში, როგორც სხვა საერთოდ ყველაფერში, ქცევაში, საქმიანობაში თუ ერთმანეთთან ურთიერთობაში. და აი ამ ქრისტეს ჯულის მიმდევრთათვის ჩვენ ვიცით, რომ უნდა იყოს პრინციპი, სახარებისეული პრინციპი, ვითარცა ბრძენმა ხუროდ მოძღვანმა საფუძველი დასდო. ბრძანა პავლე მოციქულმა, აი ესევე უნდა იყოს მათი ცხოვრება. მეტი, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია სხვა საძირკველის დადება, ვინაიდან ეს საძირკველი არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იმის საქმე იქნება წარმატებული, ვინც აი ამ საძირკველს დაეფუძნება და იქნება ეს ოჯახი თუ სხვა ნებისმიერი რამ, როდესაც პავლე მოციქული ბრძანებს ყოველსავე რაისაცა იქმოდე, სიტყვითა თუ საქმითა, ყოველსავე სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა. და აი ეს არის მთავარი, რომ ჩვენ უნდა კარგად გავმიჯნოთ და კარგად გავიაზროთ, რომ ადამიანს მამაკაც ეძლევა ლოცვა კურთხევა ღვთისაგან, რომ ოფლითა შეინთა ჭამდე პურსა შენსა, ხოლო დედაკაცის ლოცვა კურთხევა იყო ტკივილთა შეინთა შვაო. ეს არის სასჯელი იმ დაცემისა, როდესაც ადამი და ევა დაეცა და მათ სწორედ აი ამ ურთიერთობით ქრისტიანული ცნებების
ახსულების შედეგად უნდა მოიპოვონ სასუფეველი ღვთისა. ანუ კაცი უნდა იყოს თავი ცოლისა, მას უნდა კონდეს ეს ოფლითა შენ და ჭამდე პურსა შენსა, ეს პრინციპი კარგად გათავისებული, რომ მას ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისგებლობა, როგორც ოჯახის თავისა და ამის შესაბამისად იმყოფითი პრობლემების მოგვარებისა, რომლებიც აკისრია ოჯახს, რა თქმა უნდა, ცოლთან შეთანხმებით და სიყვარულით და ცოლმა კიდე რა თქმა უნდა აქვე ლოცვა კურთხევა გამრავლებისა, ტკივილთა შეინდა შვა, ეს ერთგვარი როგორც სასჯელი დაეწესა ადამიანს, მაგრამ ამავე დროს აი ამ ტკივილს მოყვება უდიდესი სიხარული, რომელსაც განიცდის ყველა დედა პირველ შობილი შვილის შედეგად. ესე იგი როგორ უყურებს ესე იგი ქრისტიანული სარწმუნოება ოჯახს? ოჯახი არის უფლისათვის ძალიან სათნო, ჩვენ ხედავთ რომ უმეტესი მოწოდება მაინც ოჯახისკენ არის და ნაკლებად ბერმონაზვნული ცხოვრებისკენ, იმიტომ რომ ეს უფრო როგორც თქვათ, უფრო იოლია შესასრულებლად ადამიანებისათვის, ვინაიდან ერში ცხოვრებით, როდესაც ცოლი და ქმარი ერთმანეთს შეუერთდება, რა თქმა უნდა, მათთვის უფრო იოლი ხდება ცხოვრების გატანა და ყველანაირი გაგებით და ბერმონაზვნული ცხოვრება კი რჩეულების ხვედრია, ვინც მიატოვა დედა, მამა და ყოველივე შვილი თუ ყოველივე სიახლოვე, ვინც იყავდა მას და ყველაფერი ეს უფლისათვის გააკეთა, მან უფრო დიდი ჯილდო მიიღო ამისათვის. ასე რომ ეს ორივე მოწოდება, ეს შინაგანი მდგომარეობებია და რომლისკენაც მიუწოდებს ადამიანს, იმისკენ უნდა ილტოდეს. ამჯერად კი ჩვენ ოჯახის სიწმინდესა და მის სიხარულზე და მის ბედნიერულ ცხოვრების არსზე ვსაუბროთ. და სწორედ უნდა უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანული ქორწინება არის უდიდესი საიდუმლო და არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულის საიდუმლოა. ქორწინების აღიარება საიდუმლოდ გულისხმობს იმას, რომ ადამიანური ეს ცოცხალი ქმნილების სიყვარული გარდაიქმნა სამუდამოდ კავშირად, რომლის დარღვევა სიკვდილსაც კი არ შეუძლია. აი ესეთი დიდია აი ამ საიდუმლოს არსი. დავიწყოთ სულ თავიდან, იმ პერიოდიდან, საიდანაც მომავალი თანამცხოვრები უნდა დაიწყოს და აი დაწინდვიდან ჯვრისწერამდე, ვინაიდან ოჯახი ჯერ კიდევ მის შექმნამდე იწყება, ეს ის პერიოდია, როდესაც სიცოცხლის ბოლომდე, ესე იგი ადამიანები პირდებიან ერთმანეთის სიყვარულს და აი ამ სიყვარულს შემდეგ ამყარებენ სწორედ აი ამ უდიდესი საიდუმლოს ახსულებით. ესე იგი თანამედროვე პრაქტიკაში ესეა, რომ მღვდელი დაწინდვის დროს კურთხევისას გამოთქვამს სურვილს, რომ ქორწინება ახსულდეს უფალში და ქრისტიანები პატარძას აახლოებს არა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული, არამედ უკვე ქრისტესკენ მისწრაფება, რაც ქორწინებას, ესე იგი, უმყარებს საფუძველს და რაც ავალდებულებს უკვე ყოველივე ეს დაწინდულებს აი ამ კონკრეტულ პერიოდში დაწინდვიდან ჯვრისწერამდე, რომ უკვე უდიდესი პასუხისგებლობით მეეკიდონ ამ საკითხს, უპირველესად აუცილებელია მომავალ მეუღლეთა, ესე იგი, ურთიერთობა შეესაბამებოდეს იმ მოვალეობებს, რომლებიც მათ მომავალ ცოლქმრულ ცხოვრების დროს უნდა მოველით. რა თქმა უნდა, ეს გულისხმება ყველაფერი აბსოლუტურად ერთგულება, სიყვარული, პასუხისგებლობა, როგორც მამაკაცის მხრიდან, ისე დედაკაცის მხრიდან და როგორც ეს შეესაბამება ქრისტიანულ ქორწინებას. ანუ ახალგაზრდა კაცი უნდა მადლობდეს უფალს, რომ მას მიეცა საშუალება ქორწინებისა, რათა აი ესეთი ერთხორცს ცხოვრებით მათ მოახერხონ და ცხონება მოიპოვონ, მაგრამ რა თქმა უნდა, ის საჩუქარია ღვთისა, როდესაც კეთილმორწმუნე ცოლი შეხვდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის სასჯელად გადაგვექცევა ჩვენ, როდესაც ადამიანი უპასუხისგებლოდ ეკიდება აი ამ უდიდეს საიდუმლოს და
ურწმუნოდ ეკიდება და შედეგად იწყება ურთიერთშეუთანხმოებელი საქციელები, იწყება ხალატი და სხვა მსგავსი რამ. ასე რომ, როდესაც საცოლე და საქმრო მხოლოდ ცალსაკე კი არ უნდა ფიქრობდნენ ამაზე, ანუ უკვე ერთად აკეთებენ, ესე იგი, შესაბამის დასკვნებს, რომ რა პასუხისგებლობის წინაშე დგანან ისინი აი ამ დაწინდვის დროს, შემდეგ იწყება უკვე ოჯახი წყვიტავს, რომ მან აი ამ ქორწინებით გაამყაროს, ესე იგი, ჯვრისწერით გაამყაროს მისი ურთიერთობა. ესე იგი, ქორწინება მოგეხსენებათ არის 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი. იგი საიდუმლოება არის იმ მხრივაც, რომ აი ამ ხორციელი კავშირის ქორწინებამდე 5 წუთით ადრეც კი ითვლება ცოდვად, ხოლო 5 წუთის შემდეგ უკვე ის კანონიერია. ამის გაგება ხშირად უჭირს თანამედროვე ადამიანებს და რის გამოც ეს საკითხი არ თუ ისე იშვიათად ხდება დავისაგანიც და საინტერესოა აი ამ თაობაზე თანამედროვე ბერძენი მამის არქიმანდრიტი ეპიფანეს სტატია, რომელიც მან წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე მოამზადა და რას ვკითხულობთ იქ, რომ საიდუმლოს ფუნება, ძალა და ღირებულება სწორედ ის არის, რომ იგი ცვლის მდგომარეობას და გარდაქმნის მოვლენებს ნაცვლად ცოდვისა, ანიჭებს სიწმინდეს, ნაცვლად აკრძალვისა, ღვთივკურთხევას, მიწიერს ზეცამდე აღამაღლებს და დიახ, ეს ქორწინებამდე 5 წუთით ადრე ქალისა და მამაკაცის ხორციელი შეერთება ცოდვა, ხოლო 5 წუთის შემდეგ კი აღარ არის ცოდვა, ღვთაებრივი საიდუმლოს აღსრულებამდე 5 წუთით ადრე წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ სეფისკვერი და ღვინოა, ხოლო 5 წუთის შემდეგ კი უпростоრად წამის შემდეგ ეს უკვე ღვთაებრივი ხორცი და სისხლი ჩვენი უფლისაო და ნათლობამდე 5 წუთით ადრე მოუნათლავი წმინდა ევქარისტიის ზიარების უმძიმესი ცოდვა, თუ ეზიარება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ნათლობიდან 5 წუთის შემდეგ კი აუცილებელი წმინდა მოქმედება და ხელდასხმამდე, მაგალითად, 5 წუთით ადრე ეპისკოპოსი უბრალო პრესვიტერია, ხოლო 5 წუთის შემდეგ კი უკვე უფლებამოსილი პრესვიტერისა და დიაკვნების ქიროტონიისაო. ამბობს, ესე იგი, არქიმანდრიტი ეპიფანე და აი ამ კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენ აი ამ საიდუმლოს, ის არის ნამდვილად საიდუმლო ესე როგორც პავლე მოციქული ამბობს დიდარს და ქრისტიანული ქორწინების ერთ-ერთი მთავარი პირობა ქრისტეს რწმენა გახლავთ და ეკლესიური ცხოვრება და ყველა სხვა ეს ფორმალური პირობა გამომდინარეობს ცოლქმრული მზადყოფნიდან იყვნენ ქრისტიანები და ეკლესიის წევრები. რა თქმა უნდა, დიდია ქრისტიანულ ქორწინებაში მშობლების როლი, როგორ იქცევიან ისინი ამ დროს და შვილები ქორწინებას რომ გადაწყვეტენ, მშობლები მხოლოდ საკუთარ შეხედულებას არენდობიან და კურთხევის ასაღებად მათ ეკლესიაში აგზავნიან. ეს არის წესი, რომლის დალოცვის სასიცოცხლო ძალა ახალგაზრდებს ენიჭება და მათ მშობლებს ფრთებს ასხამს, ხოლო ამის შემდეგ ინიშნება ქორწინების დღეც. და როდესაც უკვე ქორწინება შედგება, წმინდა პავლე მოციქული ესეთ სიტყვებს ბრძანებს, რომ დაიმორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა ცოლნი თვისთა ქმართა დაიმორჩილენით ვითარცა უფალსა, რამე თუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტიანს თავი ეკლესიისა. და ქმართა გიყვარდეს ცოლნი თვისნი ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისა მისთვის, რაითა იგი წმინდა ყოს. ესე იგი ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი თავი, რადგან რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარსო. ამბობს ასევე პავლე მოციქული, ხოლო ცოლს კი სიყვარულის გარდა ქვის შიში და რაღაც რიდიც უნდა ჰქონდეს. ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობ და აი ამ საიდუმლოს მოციქული დიდ საიდუმლოს უწოდებს და წყვილებს მისი განუხრელი აღსრულებისაკენ მოუწოდებს. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანული ქორწინება, როგორც ორი სქესის ერთიანობა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს კავშირი ერთი ცოლისა ერთ ქმართან,
როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს, რომ კაცად კაცსა თვისაცოლი ესხან და თვითეულსა თვისი ქმარი ესვანო და ეს არის აუცილებელი პირობა და ღვთის სიტყვამ უნდა იყოს ჩვენთვის აუცილებელი კანონი, რომელიც უდაოდ უნდა შესრულდეს. მეუღლეობის ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ როდესაც ეს სიყვარული ქრისტეში არის გაღვივებული ერთ ცოლსა და ერთ ქმარს შორის და თუ კი ცოლ-ქმარი ერთ ხორცს იქნებიან, მაშინ აღარ არის საჭირო თავიანთი სიყვარულის, ესე იგი ფიცი მტკიცება, რადგან ეს უკვე შინაგანი მდგომარეობა, რომელიც კარგად აქვს გააზრებული ცოლ-ქმარს. ქრისტიანული ქორწინების სხვა თვისება მისი ურღევობა, რომლის მიხედვითაც ცოლსა და ქმარს შორის ეს საქორწინო კავშირი მყარდება არა მოკლე დროით, არამედ მთელი აი ამ სიცოცხლის მანძილზე, როდესაც ღვთის სიტყვის სწავლებით ქორწინება თავისი თავდაპირველი დადგენითი ურღვევია, რადგან ცოლსა და ქმარს თვით ღმერთი აერთიანებს, ამას ბრძანებს მათემახარებელი, აწუკვე რომელი იგი ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუგანაშორებსო ბრძანებს ის და ამის გამო ჩვენ ვიცით, რომ ფარისევლები შეეკამათნენ იესო ქრისტეს და უთხრეს, რომ მოსემ მათ მისცა განტევების წიგნი და ცოლის განტევების უფლება, რაზედაც მათ ხოვა რომ მიუგო, რომ მოსე გულფით ხელობისა თქვენისათვის გიბრძანაო განტევება, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელმანო განუტოვოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვა შეერთოს იმრუშებს და რომელმა განტევებული შეერთოს, იქიცა იმრუშებს. აქ ამაღლებული სწავლება შემოთავაზებული სახარებაში, როდესაც ადამიანებს არა აქვს უფლება ესეთი დღეს რო არის მოდაში მიღებული, რომ რაღაც შეუთავსებლობა ხასიათებით გამო ანგრევენ ოჯახებს, ამის უფლება არავის აქვს და ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ღალატი. და თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ოჯახური ცხოვრება თავისით აეწყობა და იქ არ არის მისთვის საჭირო ღვაწლი, გნებავთ სიყვარული, მოთმინება თუ თავმდაბლობა, ეს მცდარი შეხედულება ყოველთვის არ არის ერთნაირი ადამიანის დამოკიდებულება, ოჯახშიც არის პრობლემები, რომლებიც ადამიანმა ღირსეულად უნდა გადალახოს და რა თქმა უნდა, აი ეს სიყვარულის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს. ცოლის მიმართ ქრის დამოკიდებულება არის, ესე იგი, ქრისტიანული მაგალითი, როდესაც ყვარს მას თავისი ცოლი, ისე როგორც თვით ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ამაზე დიდი და ამაზე ამაღლებული რა შეიძლება იყოს, ცოლს ისევე უნდა უყვარდეს თავისი ქმარი, როგორც ეკლესიას უყვარს უფალითვისი, ეკლესია წმინდა და ღვთის მოშურნეობით აღასრულებს უფლისნებას, ასევე უნდა იყოს, იქცეოდეს ქრისტიანი ცოლი ქმართან მიმართებაში, ესე უნდა მორჩილებდეს მას როგორც უფალს და ქმარი მისთვის არის ქრისტეს წარმომადგენელი. ამიტომ არ შეუძლია წაუყენოს მას რაიმე უკანონო მოთხოვნა, ცოლი უნდა აფასებდეს ქმრის მაღალ ღირსებას, მის ყველა სურვილს სრული მინდობით, მორჩილებით და პატივისცემით უნდა ხვდებოდეს. ეს რა თქმა უნდა ეხება ქრისტეს მცნებების ფარგლებში სურვილებსა და არა ცოდვის მიერ ახირებებს და იქვე პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოლსა რათა ეშინოდეს ქვრისაო, იმ გაგებით თმამდან რომ დღეს ეს გაუგებარი ხდება ადამიანებისთვის, რას ქვია უნდა მეშინადოს, მაგრამ აქ სულ სხვა სიყვარულზე დაფუძნებული შიშიესზეა ლაპარაკები, იმ გაგებით, რომ იგი ქმრის როგორც უფლის წარმომადგენლის ღირსებას აღიარებს და დიდად აფასებს მის სიყვარულს, მსგავსად იმისა, როგორც გვეშინია ჩვენ ღვთისა. აი ეს არის ქვაკუთხედი აი ამ სწავლებისა და არავითარ შემთხვევაში პიროვნული შიში და დადრგუნვა ადამიანებისა, რომელიც არასგზით არ არის მიღებული და მოსაწონი და საერთოდ არც წერია ამის შესახებ. ამდენად მოდით ვისაუბროთ ჩვენ ახლა უფრო კონკრეტულად
ქრისტიანული ოჯახის ცოლ-ქმრის ვალდებულებების შესახებაც. ქრისტიანული ოჯახი იდეალური იქნება, თუ მისი წევრები დაიცავენ იმ მოთხოვნებს, რასაც სჯულის კანონი უყენებს მათ, რადგან აი ამ შემთხვევაში ასეთი ოჯახის დამცველი იქნება თავადუფალი და დედაღვთისმშობელი და კონკრეტულად რას ავალდებულებს, ესე იგი ეს კანონები მეუღლეებს, რაც მათ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ახსოვდეთ, ეს გახლავთ პირველ რიგში ქმარს მოუწოდებს, რომ ქორწინებისას, ესე იგი იქონიოს უდიდესი სიყვარული და ქრისტიანული სათნოებები, ესე იგი ქრისტიანობისას, ეს ქორწინებისას შენს სიყვარულს და ერთობას საფუძვლად უნდა დაუდო არა ვნებები, არამედ ქრისტიანული სათნოებები, მიეცე ღმერთს აღთქმა, რომ მეუღლეში უმთავრესად მისი სულიერ სილამაზეს დაინახავ, ეცადო უნდა რომ მანაც იგივე სილამაზე იპოვო შენში და პატივისცემა, ასევე განიჭებს ეს პასუხისგებლობა რა ყოველთ სახიერი უფალი მეუღლეს იგი ღვთისაგან ბოძებულ საჩუქრად უნდა ჩათვალო, როგორც ამას ამბობს წმინდა წერილი, პატივიეც მას, როგორც ჭეშმარიტ სიმდიდრეს, რომელიც წმინდა წერილის სიტყვებით ოქროზე მეტია, ამას წერს ზირაქი, ნუ მოექცევი მას, როგორც მონას, რომელიც შენი ოქროს ფასად არის ნაყიდი, არამედ იცხოვრე როგორც მეგობართან და თანაშემწესთან, გახსოვდეს უნდა უფლის სიტყვები, არა ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა, არამედ გაუჩინე შემწემასა და შესაფერისაო, ამბობს წმინდა წერილი და იყო შენთანა არა შიშითა და მუქარითაო, არამედ ნაზი სიყვარულითა, ისეთი სიყვარულით, რომელსაც შენთან მცირე განშორებაც კი მწუხარებად აღავსებს და აი ეს არის მთავარი აი ამ ქორწინების დროს. გაუფრთხილდე უნდა შენს მეუღლეს როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, მისი ავადმყოფობა შენს ავადმყოფობად უნდა ჩათვალო, მისი სიმწარე შენს სიმწარედ, მისი ტკივილი შენს ტკივილად და ასევე მისი სიხარული შენი სიხარული უნდა იყოს. ასევე გვირჩევს ეკლესია, რომ უმიზეზოდ ნუ ვეწინააღმდეგები მის მოთხოვნილებებს, იგი იზიარებს შენს წუხარებას და აი გაიზიაროს შენი სიხარულიც, ის შენი თანაშემწე უნდა იყოს, ნუ წაართმევ მას უფლებას შენთან ერთად მართოს ოჯახი, ანუ იყო შენი რჩევების თანამონაწილე, ან და მის გულს შენი ზახვები, ესე იგი აქ გულისხმობს იმას ეკლესია, რომ ქმარმა მაგალითად არის რა თავი, ესე იგი ოჯახისა, მარტო ერთპიროვნულად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ თავის მეუღლესთან ერთად, ცოლთან ერთად დააფასოს უნდა მისი აზრებიც, რჩევებიც, მით უფრო რომ ხშირ შემთხვევაში, რაც ეხება შიდა ოჯახურ საქმეებს, დედაკაცი გაცილებით უფრო პრაქტიკულ რჩევებს იძლევა, ვიდრე მამაკაცი, ეს კარგად ჩანს ხოლმე პირადი ცხოვრებიდან. ასევე შენი სიმშვიდე და შენი ოჯახის ბედნიერება მოითხოვს, რომ ღვთის მიერ მოძებული ძალაუფლება ხელიდან არ გაუშვა, ანუ ქრისტესკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე, ასე წერს წმინდა წერილი, მაგრამ ისე უნდა მოაწყო ეს ყოველივე, რომ შენ პირველობა, შენი ესეთი პირველობა, რაც უფლისაგან გაქვს მონიჭებული, მისთვის იყოს არა გულსადგენი, არამედ შენი უსაზრო სიყვარულის გამომხატველი, ანუ დაიცვა უნდა მისი გული ამაოებისაგან, მავნე მისწრაფებებისაგან, როგორც ნაზი ჭურჭელი და ნაზი ყვავილი, ყურადღება უნდა მივაქციო ჩვენ, რათა თავისი ქცევით არ დაჩtildeო შენი დიდება, თავისი ფუფუნები და არ გააღატაკო შენი შვილები, აი ამ წუთისოფლის ურომტრიალში, თავისი ამ დაბნეულობით და ასე თქვად დარღვეული მდგომარეობით, ამიტომ ჩვენ აი ამ ურთიერთ პასუხისგებლობაზე, როდესაც საუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ეს ყველაფერი, უნდა გავფრთხილდეთ ჩვენ, რათა ჩვენი ეს სიხარული, რომელიც მოგცა ჩვენ საჩუქრად ღმერთმა, არ დავკარგოთ ის, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი პირობა, რათა შევინარჩუნოთ უდიდესი ბედნიერება ოჯახში.
ეცადო უნდა ხშირად იყოს სახლში, ეს მეუღლეს ეხება მამაკაცს, რათა მეუღლე დარწმუნებული იყოს, რომ მასთან ყოფნა და საუბარი არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთსულოვანი, ეს მეუღლეები იშვიათად ტოვებენ საერთოდ ერთმანეთს, გარდა იმ გამონაკლისებისა, თუ ამას სამშობლოს სამსახური ან ოჯახის საკეთილდღეო საქმეები მოითხოვს და ბოლოს მოვისმინოთ უნდა კიდე ერთი უნიშნულოვანესი დარიგება, უნდა გძულდეს იმ ქმრების საქციელი, რომლებიც თვითონ უწყობენ ხელს თავიანთი ცოლების ზნეობის გაღწნას. და ეს განსაკუთრებით ქორწინების პირველ წლებში ხდება და მდედრობითი სქესის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ქალიშვილების უმრავლესობა უმანკო გულითა და ღვთივსულიერი სულით თხოვდება და სამწუხაროდ ზოგიერთი ქმარი ამის ნაცვლად რომ გაუფრთხილდეს აი ამ სიკეთეს და როგორც ძვირფას საუნჯეს, თვითონ უნერგავს ცოლს მავნე ჩვეულებებს და ამავე დროს აგდებულად მოიხსენიებს მის რელიგიურ გზნობებს, მის სიწმინდეს, მის პატიოსნებას და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა უდიდესი დარტყმა იქნება ოჯახზე და ამის შემდეგ რა თქმა უნდა ამის შედეგად ინგრევა სწორედ ოჯახები. რაც შეეხება ცოლს, მას ეკლესია ესე მიმართავს სუსტი და ამავე დროს საყვარელი არსება და მეუღლე შენი უპირველესი მოვალეობა ქმრის მორჩილებაა, ნუსწუხარ რომ შენი მორჩილება არ არის მონური, ეს ასე ამბობს დედა ეკლესია, ეკლესია როგორც საზლო ემორჩილება თავის ღვთაებრივ სასიძოს და რათა მთელი სულითა და გულით უყვარდეს იგი, გრძნობდეს მისი სიყვარულის აუცილებლობას, იგია მისი მხსნელი და არ შეუძლია მის გარეშე ცხოვრება. და ქმარსაც ესე უნდა უყვარდე, როგორც ქრისტეს უყვარს თავისი ეკლესია. შესაბამისად, შენც უნდა ემორჩილებოდე მას, როგორც ქრისტეს ემორჩილება ეკლესია, რამე თუ პეტრე მოციქულის სიტყვისავებ ესრეთვე ოდესმე წმინდანი იგი დედანი რომელთა ესვიდეს ღმერთსა შეიმკობდეს თავთა თვისთა და დამორჩილებულ იყვნენ თვისთა ქმართა, ვითარცა იგი სარა ერჩთა აბრაამს და უფლით ხადის მას, რომლისა იგი იქმნენით შვილ კეთილსა მოქმედ და ნუ გეშინი ნუცა ერთისა შიშისა. ესე იგი შენი ესეთი ძალდაუტანებელი მორჩილება ქმრის გულში ურყევ ერთგულებას ბადებს და ასეთი თვინიერი მორჩილებით შენი ბედნიერება განუზომლად იზრდება და ქმარსაც რა თქმა უნდა გადაეცემა ეს. სიცოცხლის ბოლომდე უნდა შეინარჩუნო ცოლმა ქმრის ერთგულება და სიყვარული, შენი ღირსება განუყოფელი უნდა იყოს აი ამ უმანკოებით იყავი შენი პატიოსანი სახელის თავგამოდებული დამცველი, უნდა იყო შენი უგზალველობით დაჩთილავ მას, მოუთმენ პირფერობას და ის ვინც ძალიან აქებს შენ სილამაზეს, გონიერებასა და გრძნობელობას, ესე იგი ჩვენ აი ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ მხოლოდ ქმრისადმი ერთგულების გამომხატველები და არა სხვისი ქებადიდების მაყურებლები. ჩათვალე რომ შენი ერთგულება მხოლოდ უმანკო და ესე იგი უცაცდურო ცხოვრების წმინდა მოვალეობა არის და გულითადი რწმენა უნდა გამოხატოს სწორედ აი ამის მიმართ, ნუ იამაყებ მის წინაშე შენი მაგალითად სიმკაცრით, ნუ ეცდები რაღაც მოიპოვო მასზე უპირატესობა, ეს ძალიან ცუდი პათოსია. მოციქული ამბობს რომ დედაკაცი დუმარიად ისწავებდიან ყოვლითა დამორჩილებითა, მოძღვრება დედათა არა უბრძანებ არც ამ მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს იგი მყუდროებითო. ანუ შენ ნახე რომ ქმარი არის ცოლის თავი, მაგრამ არა ბატონი. აქედან გამომდინარე უნდა განსაჯო, შეიძლება თუ არა იბატონო ქმარზე, რა თქმა უნდა, ესეც ცოდვა იქნება და საშინლად აღიზიანებს კიდეც მამაკაცებს ეს პათოსი. ამიტომ ეს ურთიერთსიყვარულზე დაყრდნობილი ეს იერარქიული წყობა უთუოდ უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც მამაკაცის მხრიდან, ასევე ქალის მხრიდან, რათა აი ეს კანონზომიერება, რომელსაც ბრძანებს წმინდა წერილი, მოციქულები არ იქნეს დარღვეული. ასევე უნდა ეცადო რომ
იმ უმნიშვნელო კინკლაობას, რომელიც შეიძლება მოხდეს ოჯახში ცოლ-ქმარს შორის, არ განრისხდეს იოლად, უფრო მეტად უნდა ეცადოს, რომ რაღაცნაირად ეს განაწყენება იოლად გადალახოს და ასევე დაამკვიდროს, იქვე დაამკვიდროს მშვიდობა და მყუდროება ოჯახში. შენი სიმშვიდით უნდა გააკეთო ეს, დააცვა უნდა ეს სიფიცხე, შენი მხიარულებით უნდა შეცვალო მისი პირქუშობა, შენი სითბოთი, შენი სიყვარულით და ყველა იმ თვისებებით, რომელთაც არის დაჯილდოებული ქალი. სწორედ ამისთვის არის შემწეთ და შემთხვევით არ ამბობს, ხო, წმინდა წერილი, რომ შემწეთ მამაკაცისაო. ანუ მამაკაცს აქვს თვისებები, უბრალოდ დედაკაცს, რომელთაც ის ახერხებს და ესე იგი ანუგეშებს თავის ქმარს. ასევე ეცადო უნდა ყოველ მხრივ დაფარო შენი მეუღლის ნაკლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის, ამის შესახებ კარგად წერს ჩვენი გაბრიელ ეპისკოპოსი ქიქოძე და მიუთითებს დედებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ. წესრიგი სახლში, სიმშვიდე ოჯახში, მისი კეთილი სახელი, რომელიც გარკვეულწილად შენს ქცევაზე და აი ამ მეოჯახეობაზე არის დაკავშირებული, სწორედ ეს შენი ქმრის სათნოებად მიითვალე და პირიქით რამენაირად უნდა დავმალოთ სხვისაგან ის პრობლემები, რომელიც ოჯახში არის. და დღეს კიდევ პირიქით ვხედავთ ხშირ შემთხვევაში ჩვენ საოცარ უსიყვარულობასაც კი ვხედავთ იმ კუთხით, რომ ქალები დღეს ჭორაობენ თავისი ქმრების ნაკლის შესახებ, პირდაპირ თქვა შეიძლება თავის ახლობლებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან და ეს რა თქმა უნდა საშინელებაა. ვინ შეიძლება შემდეგ იყოს შენი ერთგული, თუ ქმარი არ დარჩა შენი ერთგული, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს აი ამ სისუსტეს ოჯახისა შემდეგ ბოროტი იყენებს საიმისოდ, რომ დაანგრიოს მთლიანად და ეს შურიანი დამოკიდებულებები და ის მტრობები, რომელიც ჩნდება ხოლმე ოჯახებში და ოჯახების წინააღმდეგ, სწორედ აი ასეთი საქციელის ბრალიც გახლავთ. ასევე დედაკაცებს ეკლესია ურჩევს, რომ იცხოვროს წმინდად, იყოს გულკეთილი და თავმდაბალი, დაემორჩილოს ქმარს ყოველ კეთილ და უწყინარ საქმეში და ისიც არ უკუაგდებს შენს რჩევას. ანუ ესე იგი თუ ჩვენ ვემორჩილებით ჩვენს ქმრებს, ესე იგი ისიც არ უგულებელყოფს ჩვენს რჩევებს და ჩვენს დამოკიდებულებებს, ხო? და თუ არ ემორჩილებით, შესაბამისად უკვე იწყება პრობლემა. არ ვფიქრე, რომ მოციქულთა სწავლებით შენ ყველა ესე იგი მორთულობა გეგძალება. ვიცით, რომ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ და არა მარტო პავლე მოციქული, რომ გადაჭერბებული ეს მოკაზმულობა არის აკრძალული და მაგრამ ზოგიერთი რამ არის კიდეც დაშვებული და აი მარგალიტებით შემკობილმა მრავალმა ქალმა ჩვენ ვიცით წმინდა ცხოვრებით სადასასუფლებელი დაემკვიდრა. ესენი იყვნენ ის დედოფლები და მოციქულთა სწორები, გნებავთ ავიღოთ ჩვენი მეფე თამარი თუ დედოფალი ელენე თუ შუშანიკი თუ სხვა წმინდანები, რომლებიც სწორედ აი ამ რა თქმა უნდა იყვნენ ამავე დროს ძვირფასად შემოსილნი, როგორც შეეფერებოდა მათ წოდებას და ღირსებას, მაგრამ ამავე დროს ცხოვრობდნენ ისეთი შინაგანი სულიერი შემოსვით, რომ მეტი რომ არ შეიძლება იყოს ესე იგი შემკული და ამაღლებული ქალი. შენც უნდა მიბაძო არა იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ გარეგნულზე ფიქრობენ და მხოლოდ გარეგნულით აფასებენ ადამიანებს, არამედ შინაგანით. შინაგანი შენი მდგომარეობა უნდა იყოს უაღრესად წმინდა, რათა ეს სიწმინდე გადაეცეს შემდეგ სხვას. ეს მაგალითი შენი მშვენიერებისა ქრისტეში უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის. აი ეს არის ჩვენი მოკლე მოწოდება დღეისათვის, რომლებიც შესახებაც ხშირად უნდა საუბრობდეთ, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებულად გაუჭირდა საქართველოს უაღრესად მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, უაღრესად მძიმეა, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე ახალგაზრდა ბიჭები ხშირად არ იღებენ ან ვერ იღებენ პასუხისგებლობას, რათა შექმნან ოჯახი. შემდეგ თუ აიღეს ეს პასუხისგებლობა, ხედავთ რომ არ მრავლდებიან
და მან ერთ შვილს გააჩენენ და ამით კმაყოფილდებიან, შეიძლება მაქსიმუმ 2-ით, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ერის გადაშენების გზას დაადგა და ამის საშინელი სავალალო სტატისტიკა გვაქვს ჩვენ, მომაკვდავი ერების სიაში ვიმყოფებით, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს იმ ერისა, რომელიც 12 მილიონიანი იყო, რომელსაც გამრავლება იყო ბუნებრივი პროცესი, როდესაც გამრავლებით ცოცხლობდა და სიხარულს ანიჭებდა ეს შვილიერება ქართულ ოჯახებს და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ქრება და მხოლოდ კანტიკუნდი ისეთი მრავალშვილიანები ოჯახები გვხვდება ჩვენ დღეს. აი ეს არის ყველაფერი შედეგი იმ ავხორცული ცხოვრებისა, იმ არასწორი წესგანგებისა, რომელსაც გვიკიჟინებენ მუდმივად მავანი, როდესაც ანტიოჯახური პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა კუთხით, ამის ყველაფერს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ზნეობა, სიწმინდე, ღირსება, რაც ახასიათებს